ქართული ღვინის ტრადიციას ახალი თაობის მეწარმეები ახალი ენერგიით აგრძელებენ. დღეს ჩვენი რუბრიკა ღვინის გზის ფარგლებში მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც კახეთის სოფელ სანიორეში არა მარტო ვენახები გააშენა და ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყო, არამედ სიცოცხლე დაუბრუნა მეღვინეობას, რომელიც მის ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საქმიანობაში მთელი ოჯახია ჩართული, მეღვინეობა კი შემოსავლია და პერსპექტიულ ბიზნესად იქცა, რომლის ღვინოებსაც საქართველოს გარეთ უკვე კარგად იცნობენ. უფრო ცლად ჭოტიაშვილების შესახებ ნახოთ მაკა ქოჩლაძისა და ირაკლი ხიდეშელის სიუჟეტი, მე აქ გემშვიდობებით, ანუკი ბატიაშვილი შემოგიერთება სტუმართან ერთად რეპორტაჟის შემდეგ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჭოტიაშვილების საოჯახო მარანში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2002 წელს, როდესაც მე და ჩემი ძმა გადავწყვიტეთ ჩვენს მიწაზე გაგვეშენებინა ქართული მივიწყებული ვაზის ჯიშები. ამჟამად უკვე 40-ზე მეტი ყურძნის სახეობაა ჩვენ ვენახებში გაშენებული, აქედან 14-ს ვაწარმოებთ, დანარჩენს უფრო ექსპერიმენტალური ხასიათი აქვს. ჩვენი ძირითადი მიზანია მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშებისგან დავაყენოთ ღვინო, შევისწავლოთ და რაღაც შედეგები მივიღოთ. ხშირად ვატარებთ ექსპერიმენტებს და ქვევრის ღვინოს ვავარგებთ სხვადასხვა რეგიონის მუხის კასრში. მაგალითად, ეს კასრი არის კავკასიური კასრი, მასში არის ჩასხმული ქვევრში დაყენებული 6-თვიანი ჭაჭაკლერზე დაყოვნებით ჩიტის თვალა, რომელიც გადის ახლა მუხის კასრში დავარგებას. ჩიტის თვალა არის თვითონ თეთრი საღვინე ყურძნის ჯიში და მისგან ქვევრში დაყენების შემდეგ მიიღება ქარვისფერი, ძალიან სასიამოვნო ღვინო, რომელიც ახალგაზრდა ღვინო გამოირჩევა ზაფხულის ხილის არომატებით, შემდეგ სიძველეში უფრო შემოდგომის ყვავილების სუნელი იგრძნობა, უფრო ვითარდება და ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ღვინოა. ვაწარმოებთ 50,000 ბოთლს, რომელიც ნაწილობრივ იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ნაწილი გადის ექსპორტზე საზღვარგარეთ. რაც შეეხება ჩვენ ვენახებს, ამჟამად უკვე 17 ჰექტარს შეადგენს და მთავარია კარგი ღვინის მისაღებად ხარისხიანი ყურძენი. თუ პროდუქტი თვითონ ყურძენი არ ვარგა, შეუძლებელია კარგი ღვინო გქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტია რომ გქონდეს მხოლოდ საკუთარი ყურძენი და მხოლოდ საკუთარი ყურძნის ნედლეულიდან მივიღოთ შემდეგ ღვინო. ერთი რაღაცნა ვთქვა, ხშირად მისვავენ მკითხვას, რატო ქვევრის ღვინო? და ეს ბმა, არ არსებობს იმაზე მეტი სიახლოვე მეღვინესა და ქვევრის ღვინის შორის, როგორც ქვევში ღვინის დაყენების დროს. ჩემი გამოცდილებიდან, რადგან ჩვენ უკვე 15 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს, დღითი დღე იზრდება მოთხოვნა ქართულ ღვინოზე, უფრო ცნობადი გახდა და უკვე ძალიან ბევრი კომპანია, რესტორანი თუ ღვინის მაღაზია ინტერესდება ქართული ღვინით, რადგან ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართულ ღვინოს არ აქვს ანალოგი, ჩვენი ტექნოლოგია ყველასგან განსხვავებულია, გემოები განსხვავებულია, მისი ხასიათი არის განსხვავებული და ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს, როგორც ჩემი შეფასებით, ისე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით მართლა აქვს მომავალი და ის მართლა საუკეთესოა.